დავიდა მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა და ხელისუფლება შეიცვალა. ორწლიანი მმართველობის შედეგებს დღეს კოალიციის ლიდერი აფასებს. ირაკლი ღარიბაშვილმა იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელიც 2 წლის განმავლობაში ახალმა ხელისუფლებამ გადადგა. პრემიერ-მინისტრი ყველაზე დიდ მიღწევად ჯანდაცვის, განათლებისა და მართლმსაჯულების სფეროების რეფორმირებას ასახელებს. მისი თქმით, ქართული ოცნება კანონის უზენაესობას იცავს. ღარიბაშვილმა დღეს ყოფილ პრემიერზეც ისაუბრა. ნატა ქაჯაია განაგრძობს თემას პირდაპირ ეთერში. ნატა კიდევ რა განცხადებები გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა? ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევის გარეშე 2 წლის წინ ოპოზიცია ვერ მოახერხებდა გაერთიანებას და ნაციონალური მოძრაობის დამარცხებას. სწორედ ამიტომ პრემიერ-მინისტრმა ყოფილ პრემიერს დღეს მადლობა გადაუხადა. ღარიბაშვილის შეფასებით 2012 წელს ყველაზე რთულ პერიოდში კოალიცია ქართულმა ოცნებამ მოახერხა, რომ შვიდობიანად არჩევნების გზით შეეცვალა ხელისუფლება და მოსახლეობას მისცა შანსი, რომ იცხოვროს შიშის და ძალადობის გარეშე. ეს გამარჯვება ნამდვილად არ იქნებოდა მეგობრებო, რომ არა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა. და რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ჩვენი პოლიტიკური ერთობის კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი. ადამიანი, რომელმაც შეძლო მაშინდელი ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია და პროცესების არჩევნებადი მშვიდობიანად მიიყვანა და ქვეყანაში არსებული რეჟიმის დამარცხება. მიმართვაში მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ჯანდაცვის, განათლების და სოფლის მეურნეობის სფეროებში გატარებულ რეფორმებზეც, მაგრამ ყველაზე მთავარ მიღწევად ირაკლი ღარიბაშვილმა სახელისუფლებო კორუფციისა და დაუსჯელობის პრინციპის დამარცხება დაასახელა. პრემიერის თქმით, გასული 2 წელი იყო რთული, რადგან ხელისუფლებაში მოსულ ძალას ნაციონალური მოძრაობისგან დახვდა მძიმე მემკვიდრეობა, რის გამოც გუნდში იყო კამათიც, მსჯელობაც და პრობლემებიც, მაგრამ ღარიბაშვილის შეფასებით ეს პროცესები დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია. მთავრობის მეთაურმა დღეს პირობა დადო, რომ ქვეყნის საგარეო კურსი არ შეიცვლება, საქართველოს კი განვითარებას გააგრძელებს. მე არ გამოვრიცხავ, რომ გარდამავალ ეტაპზე ყველაფერი ის იდეალურად არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. და ეს ბუნებრივიც არის. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ხელისუფლება ნამდვილად ერთგულად ემსახურება ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. სწორედ ამიტომ ჩვენ ერთად გადავლახავთ ყველა სირთულეს. ჩვენ ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებს. და ვქმნით განვითარების პირობებს, რათა გზა გავუხსნათ საქართველოს ეკონომიკისა და ქართული ხალხის სრულ პოტენციალს. ჩვენ ვახორციელებთ და უნდა განვახორციელოთ მეტი ინვესტიცია მცირე და საშუალო ბიზნესის. ჩვენი მთავარი მიზანი არის მშვიდობიანად, რაც მე არაერთხელ მithkoms, ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების გზით გავამთლიანოთ ჩვენი საერთო სამშობლო და ჩვენი ერი. კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ხელისუფლებაში 2 წლიანი საქმიანობის შეჯამების დროს ყურადღება დაუთმო სამოქალაქო სექტორის განვითარებას და მედიის თავისუფლების თემას. როგორც პრემიერი ამბობს, საქართველოში მედია არის თავისუფალი და სწორედ მედიის დამოუკიდებლობის ხარისხით იზომება არის თუ არა ქვეყანაში დამოუკიდებლობა. ეს იყო ნატა ქაჯაია, რომელიც პრემიერის მიმართვის დეტალებზე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.